მე ვარ ნიკა ლებანიძე, თამსვლელი, მოგზაური, ოპერატორი და ფილმეიკერი შეგვიძლია დავარქვათ ჩემ თავს და ხშირად მიწევს საზღვრებს გარეთ მოგზაურობა. მოკლედ მოგზაურობა ცოტა ესეთ ფილოსოფიური მიდგომა მაქვს და ალბათ ყველა ესე არის ერთადერთი ადამიანს რაც სიბერისკენ როცა მიდიხარ რჩება, ეს არის მოგონება და მოგონება ყოველთვის უკავშირდება მოგზაურობას. არ ვითვლი და არ ვიცი რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ხშირად არის, როდესაც ერთ და იგივე ადგილას მიწევს ჩასვლა წელიწადის განმავლობაში. ფაქტიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირითადი მიმართულება არის მაინც ექსტრემი და ევროპა, ალპები ხშირად არის, ჰიმალაები, სამხრეთ ამერიკაც, ალასკაც. ჩემი საქმე, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე საფრთხის შემცველი არის, იმიტომ რომ თუ ვთქვათ, ბარში ვარ ვერტფრენის კამერამენი, ოპერატორი ვარ ხოლმე, სადაც ვერტფრენზე ვარ ძირითადად ჩამოკიდული და დანარჩენი უკვე ექსპედიციებს მოიცავს ძირითადად მთაში და ექსტრემალური პროექტების, ასე ვთქვათ, კამერამენი ვარ. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად არის და სამწუხაროდ მეც ბევრჯერ შევსწრები ვარ შემთხვევაში, როდესაც ხან ფატალურად დამთავრდა, ტრაგიკულად დამთავრდა, ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი უბრალოდ მოტეხილობებს იღებს და ასე შემდეგ. მოგზაურობის დროს აუცილებელია სიცოცხლის დაზღვევა, აქ არა აქვს მნიშვნელობა რაღაცა ექსტრემალურ საკითხებს, სადმე ისეთ პირობებში ხარ, თუ უბრალოდ კომფორტში სიცოცხლის დაზღვევა ჩემი სუბიექტური აზრით ყველგან საჭიროა და სავალდებულოც კი, იმიტომ რომ დღეს არავინ არა დაზღვეული არაფრისგან, სამწუხარო რეალობა უკვე ისეთი არის, რომ საიდან რა საფრთხე წარმოიშვება, არავინ არ ვიცით და შესაბამისად მოგზაურობის დროს პირველი ალბათ რაც უნდა ქნას მოგზაურმა, სიცოცხლის დაზღვევა უნდა მიიღოს. მე მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ჩემს პირველ ექსპედიციაში ჰიმალაებში მიწევდა წასვლა, სიცოცხლის დაზღვევას განვიხილავდით, სადაც მოცემულობა იყო ცხედრის გადმოსვენება სახლში, ეს ძალიან ცუდად ჟღერს და პირველად ეს რომ მოვისმინე, ცოტა დავიძაბე კიდევაც, მაგრამ მერე უკვე ეს მოცემულობა იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად საჭიროა, თითქმის ყველა ექსპედიციაში, სადაც დავდივარ, აუცილებლად სიცოცხლის დაზღვევას ვიღებ, რომ თქვა ზედმეტი რაღაცა ნეგატიური ამბები შედარებით უფრო გამარტივდეს, ასე ვთქვათ.